აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია იტალიაში ვიზიტს აგრძელებს. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე პალერმოს მერს რობერტო ლაგალას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის იტალიაში გაცვლითი პროგრამების აღდგენის პერსპექტივები განიხილეს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ პალერმოს მერთან, სადაც საუბარი ჰქონდა ურთიერთთანამშრომლობის აღრმავებაზე. პროექტს, როდესაც სიცილიელი ოჯახები მასპინძლობდნენ დევნილ ბავშვებს და ნამდვილად ეს იყო ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი და მე დავკვირდა, რომ აღნიშნული მიმართულებით შესაძლებელია პროექტის განახლება. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო იტალიურ მხარეს. შეხვედრა იყო ნაყოფიერი და ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და განვითარდება. დიდი სიამოვნებით უმასპინძლეს საქართველოს დელეგაციას, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. გავეცანი ამ რეგიონის აქტუალურ პრობლემებს, ქართველებს დაუდასტურეთ ჩვენი თანადგომა და მეგობრობა. განვიხილეთ არა მარტო კოლაბორაციის, არამედ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხებიც. განსაკუთრებით გვინდა იმედი ჩავუსახოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.